ამ ხალხმა გაასამართლა და ბრალი დასდო 300,000 ადამიანს. ჩემთვის ეს კატასტროფული რიცხვია. 300,000 მათი თანამემამულე 9 წლის განმავლობაში. ფაქტმეტრის დასმით პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება არის მცდარი. მოდით ვნახოთ სისხლის სამართლის რამდენი საქმე განიხილეს საქართველოში 2004-2012 წლებში. მეტი თვალსაჩინოებისთვის კი განმარტოთ, რა იგულისხმება ტერმინში გასამართლება. სისხლის სამართალი არ იცნობს ტერმინს გასამართლება, არსებობს მხოლოდ ტერმინი სისხლის სამართლებრივი დევნა. სისხლის სამართლებრივი დევნა გულისხმობს დამნაშავე პირის მხილებას და მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო ღონისძიებების გატარებას. ჩვენ უზენაესი სასამართლოდან განხილული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ 2004-2012 წლების სტატისტიკა გამოვითხოვეთ. როგორც ხედავთ, მიღებული ინფორმაციის თანახმად წლების მიხედვით სტატისტიკა ასე გამოიყურება. 9 წლის განმავლობაში ჯამში პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 122,557 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს, რაც ორჯერ ნაკლებია პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებულ ციფრზე. იმის გასარკვევად თუ რამდენად მაღალია სისხლის სამართლის საქმეთა ეს რაოდენობა, ჩვენ ეს მონაცემი ევროპის სხვა ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას შევადარეთ, რისთვისაც გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის სტატისტიკა გამოვიყენეთ, რომელიც 100,000 სულ მოსახლეზე ბრალდებულთა რაოდენობას ასახავს. სისხლის სამართლებრივი დევნის რაოდენობის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 2010 წელს დაფიქსირდა და მან 100,000 სულ მოსახლეზე 469,9 ბრალდებული შეადგინა. პირველ ადგილზეა ლიხტენშტეინი, მეშვიდე ადგილს იკავებს გერმანია, მე-15 ადგილზეა ბულგარეთი. საქართველო კი ამ მაჩვენებლით ბოლოდან მეორე ადგილზეა და უფრო დაბალი მონაცემები მხოლოდ მოლდოვაშია. აღმოჩნდა, რომ ბოლო წლებში არსებული ყველაზე მაღალი მაჩვენებლითაც კი საქართველოს საერთაშორისო რეიტინგში ბოლოდან მეორე ადგილს იკავებს, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ბრალდებულთა საკმაოდ დაბალ რაოდენობას გულისხმობს.